ოკუპირებულ აფხაზეთში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები. თუ აქ სახელმწიფოს პოლიტიკა იქ ჩვენ ასე თუ ისე რომელი კანდიდატი გვაწყობს რომ გაიმარჯვოს. რა გვაწყობს აფხაზეთში? ჩემი აზრით, ჩვენთვის ახლა არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია აფხაზეთში რა ხდება, იმიტომ ჩვენ არ ვართ მზად ამისთვის. ჩვენ როგორც გითხარით, ახლა მარშირება გვაქვს მოწყობილი უაზროდ ვამხობთ ხოცებს. აფხაზები ჩვენზე წინ წავიდნენ არჩევნების ჩატარებაში. აი მართლა ირჩევენ. იქ ყველა დარწმუნებული ვარ, ამ წუთას ყველა პრორუსია. ანუ შინაარსობრივად იქაური პოლიტიკა არის წმინდა წყლის პრორუსული. ერთმანეთს ეჯიბრებიან, მე უფრო რუსი ვარ თუ შენ უფრო რუსი ხარ. ამიტომ ამ ბრძოლაში შესვლა, რომელი უფრო ჩვენ გვაწყობს, მე მგონი არაფერ შუაში არ არის საერთოდ. ჩვენ ზერს მზად არ ვართ იმათთან სალაპარაკოთ. აფხაზებს დარწმუნებული ვარ ჩვენზე უკეთესი სასამართლო აქვს, იმიტომ რომ ამაზე უარესი ვერ იარსებებს. ჩვენზე უკეთესად ატარებენ არჩევნებს. მე რა რომ გასაგებია რომ ოკუპაციაში არიან რუსეთში, მაგრამ ამის მიუხედავად კომიუნიტი არსებობს, საზოგადოება არსებობს, რომელიც ერთმანეთში ლაპარაკობს. პატარა საზოგადოებაა. თავრობამ რაღაცა ცუდად რო გააკეთა, შეუვარდნენ თავრობის იმაში კი არ იყვნენ, კი არ დააშაგაობდნენ, როგორც ეს დეგენერატები აშაგავებენ ხალხს ქუჩაში, ჩვენი პოლიტიკოსები. არამედ უბრალოდ ხალხის საქმის გასაკეთებლად შეიკრიბა, შევარდა და გამოატრია პრეზიდენტი იქიდან. როგორც კი არ მოეწონათ. მათ არ აქვთ იმის უფლება, რომ ისეთი პრეზიდენტი მოიყვანონ, რომელიც რუსეთიდან წამოვა. მაგრამ ვიღაცა რო ცუდად მოიქცა და კაცი დაიჭირა, ვინც დასაჭერი არ იყო. ის კაცი გამოათრიეს იქიდან ყურებით. ჩვენ კიდე მაშინ როცა ვიღაცა გამოსათრევია საიდანღაც. გამოსათრევად კი არ ვკრიბავთ ხალხს, არამედ ვკრიბავთ უაზროდ, საშაგაოდ, დასაშლელად, საცეკვაოდ. ხო და გეუბნებით რომ ის ხალხი სხვანაირად მოქმედებს. ის სხვანაირი საზოგადოებაა, როგორც ჩანს. მე არ ვიცნობ ამ საზოგადოებას კარგად, მაგრამ ჩემი მშობლებისგან ვიცი ამ საზოგადოების შესახებ თუ რამე ვიცი. და ვიცი რომ ის საზოგადოებაა შეკრული პატარა საზოგადოება თავისი ინტერესებით და იმ ფარგლებში რა ფარგლების მათ აქვს, მათ არ აქვს ახლა შესაძლებლობა სამწუხაროდ რომ რუსეთიდან გამოვიდნენ და რაღაცნაირად აი სხვა სიტყვა თქვან. მაგრამ ისეთი ლოკალური გადაწყვეტები რომ ვიღაცა თანამდებობის პირი რომელსაც ზედმეტი მოუვიდა მათთან ურთიერთობაში, ჭკუაზე მოიყვანონ, მაგის საშუალება აქვთ. და ამას აკეთებენ. პირიქით ჩვენ უნდა ვისწავლოთ მაგ ხალხისგან. მართლა უნდა ვისწავლოთ პროტესტი, მართლა უნდა ვისწავლოთ თავრობის წინააღმდეგ ბრძოლა. ბევრი რამე შეიძლება ჩვენგან გქონდეთ სასწაული, მაგრამ რაღაცეებში ჩვენზე წინ არიან. ჩვენ ვერაფერი 20 წლის განმავლობაში ვერც სასამართლო გავაკეთეთ, ისეთი რომ მათ შევთავაზოთ და არ შევწყვეს. სანქცირებული მურუსზე ყავს. და არჩევნებიც ვერ ჩავატარეთ ისე, საარჩევნო პროცესი, პოლიტიკური პროცესი ვერ ჩავერთეთ ისე, რომ იმათ უთხრათ, რომ მოგბაძეთო. პირიქით, პოლიტიკური პროცესი იმათ ჩვენზე უკეთესი აქვს, ჩემი აზრით. რა პოლიტიკური პროცესი შეიძლება იყოს იმ ლოკალურ ფარგლებში, რაც მაგათ აქვს. ამიტომ აი მოდით უნდა გამოვსწორდეთ ჯერ, სანამ საერთოდ ვიმსჯელებთ იმაზე, რომ იქ ჩვენ ვის უგულშემატკივრებთ ამას თუ იმას. იმიტომ რომ ვისაც არ უნდა უგულშემატკივრო, არც ერთ შენ გაგონება არ უნდა და არც უნდა უნდოდეს, ამაშია მთელი ამბავი. მე რო ვიყო მაგათ ადგილას და ამას ვუყურებდე საქართველოში აქ რა ხდება, არც მე არ მომინდებოდა. და არც მე ჩავთვლიდი პერსპექტივად საქართველოსთან ურთიერთობას. არ ვართ ამ ფორმაში. მოდი ჯერ ოდნავ აზრზე მოვიდეთ. აი ოდნავ კრიტიკული აზრი დავსვათ, საჯარო სივრცეში გავაჭაჭანოთ, ლაპარაკი დავიწყოთ და მე ვასწავლოთ ჭკუა იმ ხალხს, რომელიც საქმეს აკეთებს, მაშინ როდესაც საქმე არის გასაკეთებელი. ნაცვლად რუსთაველზე იმისი, რა ვქეთ, ცეკვებით ხელისუფლების დამხობის ცდელობის.